მოგესალმებით მეგობრებო და კიდევ ერთხელ დავბრუნდი FC Mobile-ის ვიდეოთი. როგორც იცით, დღეს გქონდა pack opening-ი, რომელშიც თქვი, რომ სტრაიკის შეცვლას ვაპირებდი და რა თქმა უნდა, შევცვალე სტრაიკი. მაინც right-ი დარჩა ბოლოს. აი ასეთი კარდი. და ლიგის reward-ებიდან ავიღე ზამბროტა. შემეძლო რომ ავიღო შევჩენკო. და უფრო კარგი სტატები არ ქონდა. Right-ზე დრიბლინგი, right უკეთესი აქვს. Ball control-ის და თვითონ დრიბლინგიც, ფიზიკა მას უკეთესი ქონდა, მაგრამ მაინც skill მოძრაობებიც შევჩენკოს უკეთესი ქონდა, right მხოლოდ 3 skill მოძრაობის 3 ვარსკვლავი აქვს. და ხო, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რომ 2 პოზიცია შემეცვალა, რომ ამეღო ლიგის reward-ებიდან შევჩენკო. მაშინ ვეღარ შევძლებდი მარჯვენა მცველის შეცვლას. თან ახალი ივენთიდან მარცხენა მცველს ვცვლი უკვე და ძალიან ახლოს ვიქნებით 114 ოვერთან. 114 რაღაცა და 115 ოვერთან. თუ ყველას გამაქვს რა თქმა უნდა და აი Ian Wright-ის სტატები კი გამოიყურება აი ასე. 154 pace, 153 shooting-ი, 98 passing-ი, 155 dribbling-ი, ასეთი ფიზიკალი. და 3 ვარსკვლავის მოძრაობები და სტამინა აქვს 4.9 ვარსკვლავი. 2 skill point-ი რაც გამეხსნა, გავუშვი dexterity-ზე, რადგან დაუბუსტო pace-ი და dribbling-იც ასევე, იმიტომ რომ shooting-ი ისედაც გადასარევი აქვს და ეს კარდი ჩემი აზრით უფრო manager mode-ისთვის გამოდგება. რადგან რამე იქ საჯარიმოში დრიბლინგი მშვენიერი აქვს, ფიზიკაც მშვენიერი ჩემი აზრით, ასევე გაქცევაც შეუძლია, ფეისიც კარგი აქვს და დარტყმის სიძლიერეც ძალიან მაგარი აქვს. ამ კარტს გავტესტავთ დღეს. უშუალოდ კიდევ ერთი კარდი, რომელიც არის ზამბროტასი და აი ეს სტატებზია მშვენიერი ჩემი აზრით 159 pace, 98 shooting-ი, 125 passing-ი, 115 dribbling-ი, 156 defending-ი და 126 ფიზიკალი. ფიზიკალი ცოტა უფრო მაღალი რო ქონდეს, კარგი იქნება, მაგრამ მაინც კაია, იმიტომ რომ ლორენტეს შეცვლა რამდენი ხანია მინდა. იცი რა არის შეტევაში, მაინც ძალიან კაი იყო, შეტევაში კარგად მიდიოდა წინ და ჩაწოდებებიც კარგი ჰქონდა. მაგრამ დაცვაში არ აქტიურობდა და არ გამოიყურებოდა ისე კარგად როგორც მე მეგონა, იმიტომ რომ work rate-ი, work rate-ი ჰქონდა დაბალი. დაბალი რაღა იყო და medium-ი, აქ კი მაღალი აქვს ზამბროტას attacking-იც და defending-იც. შეტევაშიც კარგად ჩაერთვება და დაცვაშიც ამავდროულად. ამავდროულად თან სტრაფია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევიდან დაცვაში და დაცვიდან შეტევაში სტრაფად გადავა და ასევე trade-იც მიწყობს ხელს, რადგან dives into tackles ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად შეუძლია რომ პატკატით ბურთი აართვას მეტოქეს. 3 skill point-ი რაც ქონდა გავუშვი დაცვაზე, მეორე skill point-ი, მეორე პოზიცია გაეხსნა მარცხენა მცველი. ხო. და სხვა რა შემიძლია რომ თქვა, სტრაფი კარდია ძალიან, დაცვაში ძალიან კაია, ფიზიკაც ასე თუ ისე კარგი აქვს, დარტყმაც მცველის პირობაზე ძალიან მაგარი აქვს და ამიტომაც ავიღე ეს კარდი. იმიტომ რომ რამე სტრაიკი რო შევცვალო, მიულერი მყავს, მეყოლება. შეცვლებზე თუ რა თქმა უნდა overalls არ დამაკლებს თუ არა და როგორც შევხედე ერთი თამაში ვითამაშე right-ით რომ გამეგო რისკი იყო ეს, იმიტომ რომ შეიძლება right-ი არ ყოფილიყო ისეთი კარგი როგორც მეგონა და ამიტომ ახლო მოვალში კიდევ დამჭირდებოდა მისი შეცვლა, რადგან დაივეჟერივალები დარესეთ და როგორც იცით და უნდა ავიდე ისევ ჩემპიონზე. უკვე versus attack-ზე ავედი legendar 2-ზე, თუ სწორად მახსოვს. manager mode-ი და hit to hit-ი არ დამიწყია. ამიტომაც ჩემი გუნდის გაძლიერება მჭირდება. კიდევ ერთი ახლა გამახსენდა, კიდევ ერთი რჩევა. როდესაც განახლება მოხდება თამაში, თავიდანვე ცოტა ხანი მინიმუმ მაგალითად საღამოს 6-ზე შედით. იმიტომ რომ მანამდე ყველა შემოდის და სერვერები გადაჭედილია ხოლმე, ყველა პაკებს ხდის და ასე შემდეგ, ყველა დაივეჟერივალ თამაშობს და ამიტომაც ჰაკერები უფრო მომრავლებულები არიან ამ დროს და მაგალითად მე ბევრჯერ შევხვდა ჰაკერი, რომელთანაც თამაში მოვიგე, მაგრამ მე გამოვედი, მიჩვენებდა რომ ეს თამაში წავაგე. ან და თამაშიდან გამომაგდო რა, შუა თამაშის სამკუთხედი
ტრიალა რაღაც არ ვიცი თუდად ვამბობ რა თქმა უნდა დაეხატა და თამაშიდან გამოვედი თითქოს დამთავრდა თამაში ასე მოხდა არადა წაგებული გამომივიდა ეს თამაში როდესაც ვიგებ მაგალითად თამაში არის 30 წამი დარჩენილი და უცებ თავდება თამაში და მიშვენებს რომ წავაგე აი ესეთი რაღაცები ხდებოდა როდესაც შემოვედი ამიტომაც გირჩევთ რომ არ შემოხვიდეთ რადგან შილდებსაც კარგავთ თავიდან და შემდეგ შეიძლება დაივერჟინსიდაც დაიკლოთ ამიტომ გირჩევთ თან დროსაც კარგავთ თამაში და გირჩევთ რომ არ დაიწყოთ თამაში versus attack-ში მინიმუმ არა არც მენეჯერ მოუდში, იმიტომ რომ მენეჯერ მოუდშიც ხშირად ჰაკერები ძალიან ადვილად იგებენ, იმიტომ რომ მაგალითად თუ ყავს გუნდი რაღაც 98 ოვერიანი და 116 ოვერიან გუნდთან მოიგებ. თუ ჰაკერი ხარ, შეიძლება შენ გუნდს რაღაცა ისე ათამაშო. ამიტომაც ეს შემგან რჩევა. ხო და ასევე ივენთიდან ვაპირებ რომ მავიყვანო მარცხენა მცველიც, როგორც გითხარით. Rights და ზამბროტას დავრანკავ, როდესაც დაიმენჟენ რივალებში ავალ მაღალ ტაიერებზე უფრო მომცემს მასქერანოს კარდებს, ასევე პაკებიც არის იქ და რაც მეხმარება რომ შეთ პოინტები ავაგროვო და მარცხენა მცველი ავიყვანო. ეს ამიტომაც ეს ძალიან კარგია. ასევე მინდოდა ცენტრალური მცველი ამეყვანა, რომ სანტიკაზორლა გამეყიდა, რადგან იქ გაყიდვადი ქარდები ვარდება, როგორც იცით. და უკვე 126 მილიონი მაქვს შვენიერი რაღაც კარდებში, გრასრუტის კარდებში დავხარჯე ცოტა რაღა იყო და 100 მილიონამდე, ასე იმიტომ რომ ამეღო კარდები და შარტ პოინტებისთვის გამეშვა. ახლა კი ვყიდი აი ასეთ კარტს 400 მილიონად, ბუხტარი. მოდი 399 მილიონად დავადოთ. არ ვიცი, როდესაც დარესეტდება ისევ მარკეტი, შეიძლება ეს კარტი გავყიდო. დიდი ალბათობით ასეც უნდა მოხდეს. ხო და მეგობრებო, ეს იყო რის თქმაც მინდოდა. სხვა კარტები, ცვლილებები არ გვაქვს და ახლა თქვენთან ერთად გამოვსდი Rights თუ როგორია. versus attack-შიც უნდა გამოვცადო, რა თქმა უნდა, ოღონდ კამერის მიღმა, თუ როგორი იქნება ეს კარტი, იმიტომ რომ მაინტერესებს დაიმენჟენ რივალში, რომელიც შეიძლება დავაყენო. დაურანკვის გარეშე Right-ი ჯობია თუ მაინც მიულერი ჯობია. როგორც ვიცი, დარტყმა კარგი აქვს ძალიან. Ian Wright ხო, right. ხო და გადავიდეთ ახლა მენეჯერის რეჟიმში. მოდი ტაქტიკებს მაინც შევამოწმებ. ხო და მოიცადე აქ free მივუთითოთ და აქ მივუთითოთ organized, უბრალოდ პირიქით. აქ organized მივუთითოთ და აქ მივუთითოთ შეტევისასი free. ხო ეგ არის. ანუ ჩემი ფეხბურთელები შეტევაში განლაგდებიან ორგანიზებულად არ განლაგდებიან, ანუ თავისუფალი განლაგება ექნებათ, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ თავისუფალ სივრცეებში ადვილად გამეხსნან. დაორგანიზებულში უფრო მეტად ისე რჩებიან ფეხბურთელები პოზიციებს არ ცვლიან. ამიტომაც ეს ჩემი აღმოჩენა ახალი და ამიტომაც მინდა რომ გაგანდოთ. ჯობია რომ იქ ორგანიზდი მივუთითოთ და თქვენი დაცვა და ყველაფერი იქნება ორგანიზებული დასვაში. შეტევაში როცა წავლენ თქვენი ფეხბურთელები დაუწიოთ. წავლენ ძალიან ადვილად და ადვილად ხო გაცვლიან პოზიციებს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ადვილად გაარღვიოთ დაცვის ხაზი. მეტოქის. ახლა კი დავიწყეთ თამაში. Right-ი. კვარაცხელია. და რა კიდე მინდა რომ გითხრათ, რომ კვარაცხელია ეს კარტი ძალიან მეხმარება versus attack-ში. ერთადერთი კარტია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს Right-ი. წინ მიდის კარგად კალაფიორი. კალაფიორის კარგად ერთობა შეტევაში კვარაცხელია, ვნახოთ რა სიზავს. ჭინის დარტყმა დაბლოკეს ტიპიერი. აქ წესი აი ხო ხედავთ კალაფიორი დასვაშიც კარგია ძალიან. გუტი გადაიტანა ფლანგზე კაზორლამ დაუგდო კლავ კალაფიორი. კალაფიორი აქტიურია ძალიან. არა და მის შეცვლას ვაპირებ ახლა. Rice-ი ჩამოვიდა დაბლა. ეხმარება მცველებს რაყაიდან ახლა მცველებს, მაგრამ მოიგერია მეტოქემუთი. ლარსონი. ეს ლარსონის კარტი ალბათ არის ივენთიდან აღებული. ფელაინი. კვარაცხელიას რა კარგი პოზიციურობა. პოზიციას შეარჩია გადასარევად კვარამ და დაუხვდა ბურთს, სადაც საჭირო იყო და თან აფსაიდში არ ყოფილა. კვარა. კიდევ. ხო ხედავთ, ძალიან კაია კვარას კარტი. ძალიან მომწონს მე პირადად Right-ი. ხო ხედავთ, აი free positioning-ი როცა აქვთ. ხო ხედავთ. თუ რამე არ მოგეწონათ, შეგიძლიათ შეცვალოთ. აი ნახეთ ახლა Right-ი მარცხენა ფლანგზეა და გარინჩა ცენტრშია მაგალითად. და გარინჩა
ხო ხედავთ. ეს მეტოქის ცველებს აიძულებს, როდესაც რაითით ჩამოვიდა დაბლა, მეტოქის ცველებს ეს აიძულებს, რომ ამოყდნენ ზევით და ეს მოყვა შემდეგ გარინჯამ ნახეთ რა გაუკეთა იქ ლედლი კინგს. და შემდეგ შეივედას გაიტანა გოლი. ჩემი გუნდის კაპიტანმა სხვათა შორის. კიდევ მინდა რომ გესაუბროთ ივენტზე. ივენტში ქარდები როგორც დაემატა 100 მეტოვერიანები, რომლებიც არის მესი, რონალდო, კრუიფი, ზანეტი, მალდინი, ვანდაიკი და ბუფონი და კიდევ სხვაებიც. ბევრი გამომრჩა შეიძლება, მაგრამ ხო, ნუ კიდევ არის მოდი ბარემ ვიტყვი ბოლომდე. ჯერარდი, მათეუსი და შეტევითი ნახევარმცველი ვინ არის დამავიწყდა. ხო, მოკლედ ვინც არის ამასობას ჩემი გუნდი უტევს და გაიტანა. ხო, რას ვამბობდი? ის ქარდები ღირს 4000 შერთ პოინტი. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ვინც ფულს არ ხარჯავს თამაში, ამ ქარტს ვერ აიყვას ფიზიკურად, იმიტომ რომ 35 დღეა სულ და 35 დღე მაქსიმუმ ჭირდა და დღეში უნდა იყო 125 შერთ პოინტი მინიმუმ, ხო, მინიმუმ, რომ შეაგროვო იმდენი დღეში ეს და შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ ფულის დახარჯვის გარეშე ამ თამაში ამას ვერ იზამ. მე უფრო გირჩევთ, რომ კონცენტრირება მოახდინო ტოტის, ინიესტას და კიელინის ქარდებზე, იმიტომ რომ მათი გუნდები, ანუ რომა, იუვენტუსი და ბარსელონა თუ ითამაშებენ კარგად, ოვერალი მათ გაეზრდებათ. და ამიტომაც ის 1500 კაპტაინ პოინტიც არ არის. მე უკვე მაქვს 900, ხვალ ზეგ და კიდევ ვითამაშებ შემდეგ და ამიტომაც ჩემი აზრით უნდა ავიღო ეს ქარდი. მაგრამ დაველოდები ინიესტას გამოსვლას. ან ავიღებ ტოტის პირდაპირ. აქ გარინჩამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით რაითი უფრო ხარაი არის და მოდი ახლა შევცვალოთ და დავაყენოთ ოფენსი ორგანაიზი. ხო, დავაყენოთ. ხო, მანამდე კი გეტყვით, რომ ამაზე მოახდინეთ კონცენტრირება გირჩევთ მე. იმიტომ რომ შემდეგ შეიძლება ოვერალი ამათ ისე გაეზარდოთ, რომ შესაძლებელია რომ 112 ოვერიანები გახდნენ. ამიტომაც ხო თქვენთვის 100 აჯობებს, იმიტომ რომ იმ ფეხბურთელებს მაინც არ აიღებ. ისე მინდა რომ ფეხბურთელების ქარდები მესის, რონალდოსი და ასე შემდეგ ის თავარი ქარდებს აქვს განსაკუთრებული სკილ პოინტები. შეგიძლიათ გაუზიაროთ ყველაფერი, აი ფინალური სკილ პოინტი რო არის, ხო ვიცით, 3 სკილ პოინტს რო გახდი და მე გიგდებს სხვა სკილ პოინტს, რომელიც შემდეგ იხსნება. მას შემთხვევაში ასეთია ყველა. ასეთი სკილ პოინტი, ოღონდ კიდევ უფრო გაძლიერებული, ულტრა სკილ პოინტი, ეგრეთ წოდებული, შეიძლება ასე უწოდოთ. და ამ ფეხბურთელის ქარდებს უბრალოდ ძალიან აძლიერებს. ასევე, როდესაც გააძლიერებ, მეორე პოზიცია გაეხსნება, ოღონდ იგივე ოვერალი იქნება, რაც თავის ეგრეთ წოდებულ მეინ პოზიციაზე, ანუ ძირითად პოზიციაზე რაც არის, იგივე ოვერალი ექნება, როდესაც თავის მეორე პოზიციაზე გადაიყვანთ, რომელიც გაეხსნება. და ეგეც ძალიან მაგარია, მაგრამ 4000 შერთ პოინტი ძალიან ძვირია და მაგალითად free to play პლეიერები ამას ვერ ავიღებთ. შანსი არ არის. არა და ეს ქარდები ძალიან მაგარია და თან პაკებიდან მათი დაგდებაც არ არის შესაძლებელი. და არ ვიცი ეს რატომ იყო, იმიტომ რომ ამ ქარდებს მაინც ვერ ავიღებთ. დაუშვა და არ ხარ free to play და შეგიძლია რომ ჩარიცხო ფული და აიღო ეს ქარდები. ყველაზე კარგი ვარიანტი რომ ავიღოთ $120 დაგჭირდებათ ამისთვის. აი ყველაზე ცუდ ვარიანტში კი სადღაც $160 დაგჭირდება რომ ეს ქარდი აიღო. ნუ მეგობრებო ეს გავერთე მე, მაგრამ თამაშს მაინც ვადევნებდი თვალყურს და ხო, დავავსარებ იმას. ამიტომაც შეუძლებელია რა, არ არის ეს ისეთი რამე რომ მაგალითად ეს ქარდი აიღო $160. ჩემი აზრით ეს არ ღირს. ხო, ახლა კი რაც შეეხება რაითის და ზამბროტას ქარდებს. რაითის, როდესაც დავაყენებ free positioning-ზე, ძალიან სწრაფად იცვლიდა პოზიციებს. ჯერ გარინჩა შევიდა ცენტრში, რაითი მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში, დაბლა, ყველგან იყო და ცდილობდა რომ დახმარებოდა ბურთს რომ ზევით დაეტანათ. ასევე შემოიყვანა მცველები, პოზიციურად ისე დადგა რომ აიძულა მცველებს რომ ზევით ამოსულიყვნენ და დაეზღვიათ. ამიტომაც გარინჩას გაეხსნა სივრცე და ასე გავიდან პირველი გოლი. როდესაც კი გადავიყვანეთ ორგანიზებულზე, შემდეგ დადგა ცენტრში და ცენტრში ორ მცველს მინიმუმ აბავდა რომ
გაეხსნა სივრცე სხვა შემტევებისთვის, გარინჩასთვის და კვარაცხელიასთვის. ეს შემთხვევაში ძალიან კარგია ეს თვისება ქარდის, იმიტომ რომ პოზიციურობა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. მიულერი არ არის ასე პირდაპირ გარბის წინ და ფიქრობს იმაზე, რომ გოლი გაიტანოს და პასი მისცენ მათ. მაგრამ რაითი როგორც ჩანს, ასე არ არის და უფრო ცდილობს, რომ სხვები მომარაგოს პასებით. მიულერის არ იყო ცუდი, მაგრამ უფრო როდესაც ფრიზებთავდი, მაინც უფრო მეტად წინ მიდიოდა ვიდრე ორგანიზებულზე, რადგან ორგანიზებულზე ხაზში იდგა მარცხენა შემტევის, მარჯვენა შემტევის, შუაში იდგა ზუსტად. და როდესაც ფრიზებთავდი, წინ გარბოდა და ცდილობდა რომ მისთვის უბრალოდ გარინჩა და კვარაცხელია, თუ მანე იყო, როცა მანე იყო, ცდილობდა რომ მისთვის პასი მიეცათ და მეტყარესა ერთ-ერთი გაეყვანა და სულ გაქონდა გოლები. აქ არც ისე ძლიერი მეტოქი შეხვდა, თუმცა მაინც ძლიერი და კარგი ქადები ყავდა. ვერ ვიტყვი ამას, მოკლედ რაითი პოზიციურად ძალიან კაია, ძალიან კაი თვისებები აქვს ამ ქარდს, ფეისი ძალიან კაი აქვს, დრიბლინგი მით უმეტეს, მაგრამ ამ თამაში ვერ გამოაჩინა ეს, იმიტომ რომ უფრო ნაკლებად მიეცა სადარიმოსთან შანსი, იმიტომ რომ უფრო კონცენტრირებული იყო, რადგან კვარაცხელია და გარინჩა გამაქსულები არიან, გარბიან და ცდილობენ რომ გოლი გაიტანონ თვითონ. და რახან მიულერის გამაქსულია, ისიც ამას ცდილობს, მაგრამ რახან არ არის რაითი გამაქსული ბოლომდე. თვითონ რა თქმა უნდა ის ადამიანი არ არის რომ მიხვდოს რომ მე არ ვარ და ეგრე, მაგრამ რახან გამაქსული არ არის, ხო, ქარდის მოქმედებებზე, მოედანზე მოქმედებს, რამდენი ტრეინინგ ლეველი აქვს და რამდენჯერ არის დარანკული. ეს ვინც არ იცოდით. იმიტომ რომ ქარდი უფრო აქტიურია და უფრო აქტიურად დარბის თუ ტრეინინგ ლეველები გამაქსული აქვს და ასევე მისი work rate-იც იწევს, ამასთან ერთად სტამინაც იწევს, ბალანსიც იწევს და ქარდი როგორც მიულერია, მაინც წინ გარბის სულ და სურვილი აქვს რომ თვითონ გაიტანოს. რაითი კი ასე არ არის. ახლა რახან უხოლოდ ორჯერ არის დარანკული, ძალიან პასიურია და თან ფეისიც იმდენი არ აქვს, არც შუთინგი და არც დრიბლინგი ისეთი არ აქვს, რომ მაგალითად რომ წავიდეს წინ დაარტყას და ისეთი რამეები გააკეთოს სასწაულები, რასაც მაგალითად გაძლიერებული, ბოლომდე გაძლიერებული ქარდი გააკეთებდა, ეს არ არის. ყოველი დარანკვა აძლიერებს ქარდის მოქმედებებს მოედანზე. თუ როგორ იმოქმედებს ის და რამდენად კარგი იქნება. პოზიციურად ეს ქარდი მაინც ძალიან კაია, იმიტომ რომ ხშირად შეცვალა პოზიციები მაინც ამისგან დამოუკიდებლად. და კმაყოფილი ვარ ამ ქარდით, რაც შეეხება ზამბროტას. ზამბროტას ქარდიც პოზიციურად ძალიან კაია, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც გუნდის შეტევაშია, ძალიან მაგრად ერთვება შეტევებში. და ძალიან აქტიურად, იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე მარკოს ლორენტე იყო მენეჯერ მოუდში. და არ ვიცი ეს შეიძლება ამან დაცვა დააზარალოს, იმიტომ რომ დაცვაში შეიძლება ჩამოსვლა ვერ მოასწროს, ან სხვა ასეთი რამე, ამიტომაც დამზღვევი ამისთვის არის კინი. და ამაზეც პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ ისეთი დაცვითი გუნდია ეს, რომ მაგალითად ჩამშლელი ნახევარმცველი კინი ისეთია, რომ შეტევაშიც მიდის, დაცვაშიც უფრო მეტად არის. და ამიტომაც ზამბროტას ქარდიც ძალიან მოწონს, იმიტომ რომ დიფენდინგიც ძალიან კაი აქვს, ფიზიკაც ძალიან კაი აქვს, პასებს გააკეთებს, დადრიბლავს კიდეც, დაარტყავს კიდეც გოლსაც გაიტანს, ფინეს შუთები ამ ქარდით ვცადე მყავდა ის იმაზე ვერსტს ატაკზე. და ფორმაცია მაშინ შევცვალე რაღაც მიზეზების გამო და ყავდა რომ მარჯვენა ნახევარმცველზე. და იქ ძალიან კაი ფინეს შოთები დაარტყა, როდესაც შეტევაში იყო, დრიბლინგიც კარგი ჰქონდა და სქილებიც ძალიან კარგად გამოიყენა. ამიტომაც ეს ორი ქარდი ჩემთვის არის ძალიან კარგი შენაძენი. რაითის ჩათვლით რახან სქილები 3 ვარსკვლავი აქვს, არ უნდა განსაჯოთ, იმიტომ რომ დრიბლინგი აქვს 125 და ფეისი აქვს 121. ამიტომაც თქვენ თუ კარგად თამაშობთ, სქილის გამოყენება სულ არ დაგჭირდებათ, მხოლოდ ჰილ თუ ჰილი და რულეტი საკმარისი იქნება. ასევე მე მაქვს feint and exit-ი, რომელიც დროსაც უბრალოდ step over and exit, როდესაც step over-ს აკეთებს და შემდეგ წინ გარბის. წინ იგდებს ბურს და გარბის. ეს სამი ჩემთვის სრულიად საკმარისია, რომ რაითით ვითამაშო კარგად, რადგან მისი ball control-ი ძალიან კაია და ფიზიკაც ხელს მიწყობს. ზამბროტაზეც ასევე. იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი. თუ გინდათ რომ კიდევ მეტი ასეთი დატესტვის ვიდეო გადავიღო, ახლა კი გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.